მადლობა ასეთი იდეისთვის, რადგან საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციების კვლევებისა და რეკომენდაციების თანახმად არსებობს საკვები პროდუქტები, რომელთა განმეორებითი გაცხელება ან არასწორი შენახვა ზრდის საკვები ინტოქსიკაციის რისკს. აი ტოპ 6 ასეთი პროდუქტი. ჩვენ სიაში პირველ ადგილი დაიკავა ბრინჯმა. ის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პროდუქტია არასწორი შენახვის პირობებში. ამის მიზეზი კი ბრინჯში შემავალი ბაქტერიების სპორებია. თუ მოხარშულ ბრინჯს ოთახის ტემპერატურაზე დატოვებთ, სპორები მრავლდებიან და გამოყოფენ ტოქსინებს, რომლებიც გაცხელებისას აღარ იშლება. შედეგად კი თუ ასეთ გაცხელებულ ბრინჯს მიირთმევთ, თქვენი ინტოქსიკაციის რისკი გარანტირებულია. მეორე ეს არის ქათმისა და ზოგადად ფრინველის ხორცი. როგორც ყველამ ვიცით, ქათამი ცილის მაღალი შემცველობით გამოირჩევა, რაც ხელსაყრელ გარემოს ქმნის ბაქტერიების გამრავლებისთვის. საქმე მაგაშია, რომ მეორადი გაცხელებისას ცილის სტრუქტურა იცვლება, რაც სისტემის გაღიზიანებას იწვევს. თუმცა მთავარი საფრთხე მაინც სალმონელას ბაქტერიაა. მესამე არის ისპანახი და ფოთლოვანი ბოსტნეული. ისპანახი, ნიახური და ჭარხალი დიდი რაოდენობით შეიცავს ნიტრატებს. განმეორებითი გაცხელებისას ნიტრატები შესაძლოა გადაექცეს ნიტრიტებად, რომლებიც კარცინოგენულ ნივთიერებებად ითვლება. მეოთხე არის კვერცხი. მოხარშული ან შემწვარი კვერცხის გაცხელება მაღალ ტემპერატურაზე ძალიან სარისკოა. და რატომ კვერცხი? კვერცხში ცილის სტრუქტურის დაშლა მაღალ ტემპერატურაზე ხელახალი ზემოქმედებისას წარმოქმნის ტოქსიკულ ნივთიერებებს. და გარდა ამისა, კვერცხი ძალიან გრძნობიარეა ბაქტერიების მიმართ. მეხუთე ადგილზე გავიდა სოკო. სოკო არის ერთ-ერთი ყველაზე მალფუჭებადი პროდუქტი. სოკოს ცილები და ფერმენტები ძალიან სწრაფად იშლება ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმების ზემოქმედებით. თუ სოკო ოთახის ტემპერატურაზე დაგჩათ, მისი გაცხელება კუჭის აშლობას თითქმის გარანტირებულად ნიშნავს. და მეექვსე და ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პროდუქტი არის კარტოფილი. და თქვენ წარმოადგენთ კარტოფილის პრობლემა არათავად გაცხელებამ, არამედ მისი ოთახის ტემპერატურაზე გაცილება. თუ მოხარშულ კარტოფილს უჟანგბადო გარემოში დატოვებთ, მაგალითად ფოლგაში შეხოლოს, იზრდება ბოტულიზმის გამომწვევი ბაქტერიების რისკი. და საქმეც მაგაშია, რომ გაცხელება ამ ტოქსინს ყოველთვის ვერ ანადგურებს. ამიტომ უსაფრთხოებისთვის მოხარშვის შემდეგ კარტოფილი მალევე შედგეთ მაცივარში და მხოლოდ ცივად მიირთვით. ნებისმიერი საკვები, რომელსაც ინახავთ, უნდა გაცივდეს და შეიდგას მაცივარში მომზადებიდან 2 საათის ფარგლებში. გაცხელებისას კი ტემპერატურა პროდუქტის ცენტრში უნდა მიაღწიოს 75 გრადუს ცელსიუსს, რათა მავნე ბაქტერიების უმეტესობა განადგურდეს. მაგრამ ხშირად ეს გაცხელება ბევრ ტოქსინს წარმოქმნის და მთლიანად შლის საკვების სტრუქტურას. ამიტომ ჯობია უბრალოდ ცივად მიირთვით. და დაწერო კომენტარებში რა გადავიღოთ შემდეგი.